საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის დღეს საპროტესტო აქციით პარლამენტის შენობის წინ აღნიშნეს. ისინი ამ დღეს წელს უკვე მესამედ აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მთავრობას ოქტომბრის ყოველი პირველი შაბათი ოფიციალურად შრომის დღე დაწესდეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს პრობლემები, რომლებიც სათავეს გაუმართავი შრომითი კოდექსიდან იღებენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგის გამართვა იყო. პროფკავშირებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სამოხმარებლო ფასების მატების მიუხედავად მინიმალური ხელფასი საქართველოში არ გაზრდილა. ღირსეული შრომის მსოფლიო დღე, როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვის კიდევ ერთი საერთაშორისო დღე, მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციამ 2008 წელს დააწესა. გილოცავთ შრომის დღეს, რომელიც უკვე მეორე წელია დააწესა საქართველოს პროფკავშირებმა და უკვე მეორე წელია უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან, რომ ყოველი ოქტომბრის პირველი შაბათი ოფიციალურად იყოს ხდებოდეს ამ დღის აღნიშვნა. დღის აღნიშვნა თვითონ ბევრი არაფერი საჭირო არის, რომ ამ დღეს დასაქმებულები, დამსაქმებლები, მთავრობა, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გარკვეულწილად რევიზიას ახდენდნენ იმ პრობლემებისა, გადაჭრილისა თუ გადაუჭრელი საკითხებისა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. დღევანდელი დღე ეძღვნება ღირსეული შრომის დღეს, რომელიც საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით დაარსდა და დღეს თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელი გამოსული ვართ, რათა დაცული იქნეს მოვითხოვთ ადამიანების უფლებების დაცვას. რა თქმა უნდა, დღევანდელი ფონი, სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმეა. მძიმე მდგომარეობაშია როგორც დასაქმებული ადამიანი, ასევე პენსიონერიც. შრომის პარტია კი ხელისუფლებისგან სოფლის მოსახლეობის, სკოლებისა და ბაღების შეშიდ მომარაგებას ითხოვენ. ამის შესახებ სოსო შატბერაშვილმა პარტიის სოფლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შატბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოფელი გაზიფიცირებულია, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25% იყენებს ბუნებრივ გაზს, 10% თხევადი გაზით სარგებლობს, 60% კი ხე-ტყის მასალას იყენებს. სწორედ ამიტომ საჭიროა ხელისუფლებამ მოსახლეობას ხე-ტყით სარგებლობის უფლება მისცეს. რომ ვიხსნათ ჩვენი მოსახლეობა კატასტროფისაგან, შიმშილით და სიცივით სიკვდილისაგან, მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან. პირველი, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ყველა გაჭირვებული მოსახლეობა სოფლად 6 კუბომეტრის შეშით მაინც. მეორე, მომარაგდეს ყველა სასწავლო დაწესებულება. ეს არის საბავშვო ბაღი და ეს არის სკოლები. მე ქალაქის სკოლებს და ქალაქის საბავშვო ბაღებს არ გულისხმობ, რადგანაც აქ ცენტრალური გათბობა არის ზოგიერთ სკოლების უმრავლესობაში, მომარაგდეს შეშით და ეს თანხები გამოყოფილი იქნას მთავრობის სარეზერვო ფონდში. საჩუქრები ხანდაზმულებს ქრისტიან დემოკრატები კომპანია შინხოფერთან ერთად თემხის ხანდაზმულთა პანსიონატს საჩუქრებით ესტუმრნენ. ღონისძიებას შინხოფერის ავსტრიელი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც 1 ნოემბერს აღინიშნება. წარმომადგენელი ცდებაში ჩადებულია ის დიდი გრძნობა, გამოხატულება, გახლავთ დღევანდელი დღე. ქვეყნის პრობლემს ქრისტიან დემოკრატებსა და შინხოფერის ძალისხმევით პერმანენტულად ვცდილობთ რაღაც პატარა წავახალისოთ და რაღაცა შევმატოთ ამ ადამიანებს. ამ გვაქვს ხოლმე რაღაც საქველმოქმედო საჩუქრები, სტუმრები არიან ჩამოსულები, რომელსაც თავის თვალით უნდათ ენახათ თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში ზოგადად ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი. და შესაბამისად მე სიამაყით შემიძლია თქვა, რომ ეს არის ის პანსიონატი, სადაც ბევრი საამაყო გვაქვს და ამაში ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის დამსახურება. ჩვენი სტუმრები მობრძანდნენ და ჩვენს მოხუცებს სიყვარული და სითბო აჩუქეს, მოუტანეს ბევრი საჩუქრები, შინხოფერის პროდუქცია და თქვენ ხედავთ როგორი სიყვარული და სითბოთი ესალმებიან და გადასცემენ ამ საჩუქრებს. ყველას უნდა რითიმე გვასიამოვნოს, რითიმე აღნიშნოს ჩვენი აქაური ცხოვრება და გაგვიმსუბუქონ ჭირი და მოხუცებულობა. ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა განათლების მინისტრთან ერთად კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე რთველში მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა 60 პედაგოგმა ყურძენი დაკრიფა, დაესწრნენ ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელის ამოვლებას. Ha! I want to get your feet in there. Oh, wow. Yeah, that's it. Done.
ამოავლე და თან წამოვლე. აი ესე ამოავლეთ კი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესენი აგრეთვე ისწავლონ გახდნენ ჩვენი კულტურის ნაწილი და ისწავლონ ყველა ტრადიცია და ნახონ ყველა ტრადიცია რომელიც არსებობს საქართველოში იმისათვის რომ როდესაც დაბრუნდებიან თავის ქვეყნებში გახდნენ ჩვენი ასე ვთქვათ უფასო ელჩები და უფასო კონსულები ჩვენი ქვეყნის თავიანთ ქვეყნებში და თქვენ თვითონ ხედავთ რამდენად უხარიათ რთველში ყოფნა და რამდენად მათ ეს აინტერესებთ. I love grapes. საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვედით, ძალიან მომწონს აქაურობა. ვფიქრობ, რომ საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მდიდარი კულტურით. მომწონს ვინო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია Air-Zena Georgian Airways-თან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურსს გახდი ავიატორი იწყებს. მონაწილეებმა უნდა შექმნათ თვითმფრინავების მოდელები და შექმნან ესკიზებიც. გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანიის და სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ავიაციის პოპულარიზაცია. გვაცხადებთ კონკურსს გახდი ავიატორი, სადაც სკოლის მოსწავლეები განურჩევლად კლასისა მოამზადებენ სხვადასხვა ტიპის მოდელებს, ნახატებს. კონკურსის განმავლობაში ავიაკომპანია Air-Zena Georgian Airways-ი მოაწყობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან. შეხვდებიან როგორც ბორტგამცილებლები, ასევე ავიატექნიკოსები. გამარჯვებულებს გამოავლენ სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად იქნება განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან კომპიუტერები და ფულადი პრემიები და ასევე იქნება დაწესებული სპეციალური პრიზები. ჩვენი ამ კონკურსის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ავიაციის სფეროს შესახებ მოსწავლეებს.